დღეს ისე მოხდა, რომ რამდენიმე პოლიტიკური მოვლენა იყო. დილით ბრიფინგი ჰქონდათ საზოგადოებისთვის ცნობილ სახეებთან ერთად, არა მარტო სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებიც იყვნენ იქ, მაგრამ იმ ფონზე რა პროცესიც ვითარდებოდა პარალელურად, როცა შევიტყვეთ, რომ ბატონი ბადრი და ბატონი მამუკა თავისუფლებაზე უნდა გამოსულიყვნენ, შეიძლება ითქვას გარკვეული მოულოდნელობაც იყო, როცა ბატონი მერაბ სეფაშვილი იდგა თქვენ გვერდით იქვე. ბატონი მერაბ მიუხედავად იმისა, რომ ბევრი თქვენგანის მეგობარია პირადად თქვენიც, ამ ხრივ მაინც ძლიერ საქართველოსთან საკმაოდ ახლოს ყოფი ფიგურა, ვიცით რომ მერობის კანდიდატებს როცა სინჯავდნენ, ასე ვთქვათ, გამოკითხვები რომ მიდიოდა, სიაშიც კი იყო შეყვანილი მის სახელი და გვარი ბატონა კუპრაძემ დამიდასტურა ეს ეთერში და აი რაც ახლა ბატონ გია საუბრობდა გარკვეული კრიტიკული ტონით, ასე ვთქვათ, საუბრობდა იმის თაობაზე, რომ ამ რესურსების გაერთიანება სადღაც უნდა მოხდეს და ასე შემდეგ. მათ შორის აი ბატონი მამუკას და ბატონი ბადრის გამოშვებას თავისუფლებაზე გამოსვლასთან დაკავშირებით როგორ უყურებთ თქვენ პერსპექტივაში ამ პროცესს 4 ოქტომბრის და 4 ოქტომბრის შედეგების პერსპექტივაში? მოგესალმებით, მოგესალმებით ჩვენს მაყურებელს. არ შემიძლია ახლა რომ არ უპასუხო ბატონ გიას, იმიტომ რომ მე ძალიან დიდი პატივისცემით უსმენდი ყოველთვის მას და ეხლა რაც ილაპარაკა, არაფერში არ ვეთანხმები. აი აბსოლუტურად არაფერში. ერთი სიტყვა არ უთქვავს სწორედ ამ ადამიანს ჩემის აზრით, ყოველ შემთხვევაში ჩემი გადმოსახედიდან. ჯერ სადნახა რომ ჩვენ შეურაცხყოფას ვაყენებთ ვინმეს, ეს ერთი, რომ ერთმანეთის შეურაცხყოფას აყენებთ და მეორეც თქვენ ალბათ ნაკლებად რომ ჩვენ არა გვაქვს ახლა რომ იცოთ რითი განსხვავდება ჩვენი 4 ოქტომბერი. 4 ოქტომბერი არ არის აქცია, ეს არის ეროვნული კრება ჩვენ დავარ. აქ არა გვაქვს ჩვენის მოთხოვნა, როგორც მან ჩამოაყალიბა, რომ ახალი არჩევნების დანიშნა, პოლიტპატიმრების გამოსცემა. არა ბატონო, ჩვენ ამას არ ვითხოვთ. ჩვენ პირველად 13 წლის განმავლობაში ვითხოვთ. მოგშორდით, წადით, თავი დაგვანებით, ოცნებას ვეუბნებით და ჩვენ ამ მოთხოვნას 4-შივე მივახცევთ. და ეს არ არის ახლა მე აი უცმენდი ბადრისაც, ჯაფარიძესას და ძალიან მომეწონა რომ ბადრიმ თავის იმ ხალხს ვინც მივა იქ მოუწოდა რომ მე გამოვიდნენ გარეთ, იმიტომ რომ ჩვენ არა მარტო, იმიტომ რომ აქ არ არის პარტიული აქცია ჩვენი და პარტიული კრება, ეს არის ეროვნული კრება. სადაც ყველა პარტიაში ვინც კი რაღაც მხარდაჭერია, ღებული და მე დარწმუნებული ვარ, ვისაც ოცნება ძალით მიიყვანს თავის არჩევნებზე, ის ხალხიც გამოვა და ეხლა ჩვენ ხوار ვიტყვით ის შენ წადი, შენ მოდი ყველა უნდა ვიყოთ გარეთ და ამიტომაც ეს ასე იქნება. აი ბატონ პატა, რა მოთხოვნებიც მანამდე ჩამოითვალა და ითქვა რომ ამაზე არსებობს პოლიტიკური ძალების კონსენსუსი, ეს არის რიგარეშე საპარლამენტო არჩევნები, ეს არის პოლიტპატიმრების გათავისუფლება და ქვეყნის ევროპულ გზაზე დაბრუნება. პოლიტიკური შინაარსის მოთხოვნები ამავდროს თქვენ ამბობთ რომ ეს მოთხოვნები კი არ იქნება, არამედ ინტერესებს ეს მოთხოვნები. ეს წადი პოლიტიკური შინაარსით როგორ ივსება, რა მაქვს ხელმძღვანელობაში. როგორ ხდება პოლიტიკურად, ანუ რა პოლიტიკური ნაბიჯებით მიიღწევა ეს? იგულისხმება რომ ისინი რომ წადის თქმაზე რო არ წავლენ გასაგებია. თუ გახსოვთ გიორგი, თქვენ ბევრი რესპონდენტი ყავდათ აქ და მე ვიყავი ყოველთვის მე რომ დაგერეკავდით და გთხოვდით რომ პირველი გამჟღერებელი თქვენ იმაზე ვიყავი. ეს იქნებოდა ციფრული არჩევნები, ეს იქნებოდა ჩვენ რო ვატარებთ არჩევნებს რაღაც სხვადასხვა დიდი მადლობელი ვარ ამისთვის. ამიტომაც მაშინ ყველაფერი დაწყების სტადიაში იყო, დღეს უკვე ეს იგივე მოსაწვევი მანდატის იდეას აქვს ყველაფერი აქ იყო, ყველაფერი თქვენთან ძალიან დიდი მადლობელი. ხო, მე არ შეგაწყვეტინებ თქვენ ახსენით როგორ გაქვთ წარმოდგენილი. დიახ, წარმოდგენილია ისე რომ ჩვენ ვიცით რომ გამოვა უამრავი ადამიანი, იმდენად მეტი, იმდენი ხალხი გამოვა რომ ჯერ თბილისში არ გამოსულა. იმიტომ რომ ჩვენ მარტო 40,000 ადამიანს ველოდებით უკვე ვიცით ვინ ჩამოდიან თვითონ ჩაეწერენ რეგიონებიდან და დანარჩენი აქ თბილისში რაღაც ფორმის რეგისტრაცია მიმდინარეობს. თვითონ ხალხი წერს, ავსებს სიას და თქვენს რომ ჩვენ ჩამოვდივართ და რაღაცნაირად უნდა დავეხმაროთ მათ, უზრუნველყოთ მათი ესე იგი ტრანსპორტით. ესე იგი აქ იქნება ეროვნული კრება, სადაც დაისმება რამოდენიმე საკითხი, აძლევთ თუ არა ხმას ამას ცოტი მოგვიანებით, ახლა მე ამ საკითხებზე ვერწყმ, ერთ-ერთი საკითხი აუცილებლად იქნება, გინდა თუ არა რომ ოცნებამ საერთოდ არალეგიტიმურმა მთავრობამ დაგვანებოს თავი, რაღაცა ესეთ ფორმით იქნება და რა თქმა უნდა ხალხი ამას უპასუხებს. ესე იგი ისეთ სიტუაცია უნდა შეიქმნას და შეიქმნება აუცილებლად, იმიტომ რომ პოლიციელებიც კი გვეკონტაქტებიან
და იზიან თუ ბევრი იქნები ჩვენ თქვენ წინააღმდეგ ხელს არ ავწევთ. თუ ბევრი იქ და ჩვენ ვიქნებით უამრავი. ესე იგი ფაქტიურად ოცნება სხვა გზა არ ექნება, უნდა მიატოვოს და დაგვანებოს თავი, უნდა წავიდეს და ბოლოს და ბოლოს უნდა ამოისურთოს საქართველო. სხვა გზას მას ჩვენ არ დაუტოვებთ. იმიტომ რომ ამის ასე გაგრძელება არ შეიძლება. ჩვენ თუ 4-ში დავიწყეთ და 5-ში ან 7-ში დავამთავრეთ, აი ეს 2 დღე, 5 და 7 და 8, ეს იქნება ძალიან ცუდი ჩვენი ქვეყანა. 4-ში რო ვიწყებთ, 4-შივე უნდა მორჩეთ. იმიტომ რომ ყოველი დღე, ყოველი საათი ოცნების ამ ქვეყანაში არის ჩვენი ძალიან დიდი უკუსლა. ამიტომაც რთულია ხოლმე ყველა დეტალზე, მით უმეტეს ასეთი დამხელა აქციის გეგმებთან დაკავშირებით საჯარო და ღიად საუბარი. დარწმუნებული ვარ, რომ ეს გეგმები უკავშირდება მშვიდობიან პროტესტს, მშვიდობიან პროტესტს, მაგრამ ამავე დროს ჩვენ შეგვიძლია თეორიულად წარმოვიდგინოთ იმ გამოცდილებით, რომელიც საქართველოში დაგროვდა პროტესტთან ხელისუფლების ურთიერთობის, რა შეიძლება გააკეთოს ამ დღეს ივანიშვილმა. აი უყურეთ, როცა 2003 წლის მაგალითი მოვყავთ ხოლმე, ამ სტუდიაში რამდენჯერმე იყო ამის ცდელობა, იქ არსებობდა ახალი პარლამენტის შეკრების აუცილებლობა, რაც დაკავშირებული იყო კონკრეტულ რეგლამენტთან, დროსთან, აუცილებლობასთან. ამ რაოდენობის არჩეული დეპუტატი უნდა შესულიყო პარლამენტში, გაევლო რეგისტრაცია, ხმა მიეცა პარლამენტის უფლებამოსილებისათვის. და ანუ იქ რამბების და როგორც დატრიალდა, თავიდან აღარ მოუყვებით ჩვენ ქვეყანას. ანუ გარკვეული ცაიტნოტი იყო ამ თვალსაზრისით ხელისუფლების მხრიდანვე. სხვა მაგალითები, იგივე ფაშინიანის მაგალითები მოვყავთ ხოლმე, იქაც ეს ყველაფერი უკავშირდებოდა წინასწარ დიდი საპროტესტო ტალღის აღგორებას ფაშინიანის მიერ ფეხით მოიარა ამ სტყვის პირდაპირ მნიშვნელობით მთელი სომხეთი და მერე არჩევნებში მივიდა ეს ამდენი ხალხი და იმდენად დიდი უპირატესობა იყო, გაყალბებამ აღარ უშველა და მიიღო საპარლამენტო უმრავლესობა, შეიცვალა ხელისუფლება. ეხლა 4 ოქტომბერი ამ თვალსაზრისით, აი ამ პოლიტიკური მსგავსებების კუთხით განსხვავებული არის ეს სურათი. მე რო ვიყო ეხლა ბიძინა ივანიშვილი 4 ოქტომბერს ერთი რო თვითმმართველობის არჩევნებს მივაქცევდი ყურადღებას რომ ის რაღაცა რა შედეგებით სასურველია მათთვის იყოს, მაგრამ თვითმმართველობის არჩევნების შედეგებს კი არ აპროტესტებს ეს ხალხი, ამ შემთხვევაში არამედ ეუბნება რომ ამასაც არ ვაღიარებ ეს ნაწილი და საერთოდ მინდა რომ წახვიდე. ნუ კაი ბატონო, გამოხატვეთ თქვენი აზრი, პოლიციაც დგას, არ ერევა, არაფერს არ აკეთებს, შეკრებილია ეს ამდენი ადამიანი, დაღამდა, გახდა ღამის 12 საათი. რაღაცა ნაწილი დაიშალა, წავიდა სახლში, შეიძლება რაღაც ნაწილი დარჩეს, მაგრამ მე რეაქციას არ ვახდენ ამაზე, ვარ სადღაც ან შეკვეთილში, ან რომელიღაცა სხვა რეზიდენციაში. რა ხდება ამ შემთხვევაში? აი ახლა მომისმენთ. ესე იგი, მივხვდით თქვენ რა შეკითხვაც გაქვთ. სიამოვნებით გიფასურებთ. ჩვენ გვაქვს დარგობრივად, ეს უკვე დიდი ხანია გამოცხადებული ხელმძღვანელები, ვინც დარგობრივად ეცქნება ეკონომიკა, თავდაცვა, უსაფრთხოება, საგარეო პოლიტიკა, კომისიები. ყველგან ყავს ჩვენ ეს ადამიანები, ვინც ამაზე მუშაობენ. ესე იგი, ეს შეკითხვა მე დამისვა სხვა ტელევიზიებმაც. მე იქ ასე არ მიპასუხე, მაგრამ ეხლა გიპასუხებთ. ესე იგი, სექტემბრის შუა რიცხვებში მე არ ვარ იმის კომპეტენცი, მაგრამ ლევან ხაბეიშვილი გამოვა და ზუსტად გეტყვით რა მოხდება. იმიტომ რომ ჩვენ ეხლა ეს დამუშავების პროცესშია და სექტემბრის შუა რიცხვებში ჩვენ უკვე გვეცოდინება არა მარტო ის რა მოხდება 5-დან, აი რაც თქვენ ერთად ვთქვათ 4-ში რომ მორჩება ეს ყველაფერი 5-დან, არამედ ის რა მოხდება 4-ში. იმიტომ რომ 4-ში ეს არ იქნება მარტო ერთი ლოკაცია. რაც იქნება თქვათ რუსთაველის გამზირ. ეს იქნება თბილისში სხვადასხვა ლოკაციებზე 10, 20, 30000 კაცით, აი ესეთი ლოკაციები და ასევე იქნება რაიონებში. რაიონები ჯერ ზუსტად არ ვიცი, მაგრამ სამეგრელო და აჭარა მოიაზრება ამაში. აი ეს შემიძლია რომ ანუ როგორც მინიმუმ ერთი მნიშვნელოვანი პასუხი მივიღე ამ შემთხვევაში, რომ თქვენ ნამდვილად არ ხართ ისეთი გულუბრყვილო, როგორც თავიდან ეჩვენებინდოს რომ შეიკრიბა ბევრი ხალხი, დაიძახა რომ წადით და ივანიშვილი თავში წავა. არა, ეგეთი რამე. ეს მორჩით უკვე, ეს უკვე 13 წელი მორჩით, რომ გამოვედით 200,000 და გამოვშით პოლიტპატიმრები, გამოვშით პოლიტ და წავედით სახლში. მე გამოვედით და დაგვენიშნოთ ახლა. ეს დრო მორჩა, აი ამას შედეგი არ მოყოლია. შიმშილობას შედეგი არ მოყოლია. არაფერი პირიქით გვცემეს, დაგვარტყეს, დაგვალურჯეს, ციხეში ჩაგვსვეს, ყველაფერი გვიქნეს. ეხლა ამის გაგრძელება ასე არის. 4-ში ვიწყებთ
4-შივე ვამთავრებთ. და დანარჩენი როგორი იქნება ეს ლოკაციები, სექტემბრის შუა რიცხვებში ლევანი გამოვა და ამას მოგახსენებთ. ველით ლევანისგან უფრო მეტ დეტალებს. აი, ლევან ხაბეშვილი მიუხედავად იმისა, რომ ის ხაზგასმით საუბრობს ამ პროცესში მის არაპარტიული ინტერესზე და ეს ის ნაწილია, რომელშიც მას ალბათ ბევრი ვეთანხმებით, რომ ქვეყანაში არის ისეთი სიტუაცია და ვითარება, როდესაც სეპარტიული ამოცანებით დგას ქვეყნის წინაშე, საგარეო პოლიტიკური ორიენტაცია შეცვლილია, რატომღაც ეს თემა უკანა პლანზე გადავიდა, მაგრამ ამ დღეების განმავლობაში მაქსიმალურად ვცდილობ, რომ ჩვენი საზოგადოების ინფორმირებას იმასთან დაკავშირებით, როგორი რეაქციები არის ამ ეგრეთ წოდებული პარლამენტის იმ კომისიის მიერ მიღებულ დასკვნასთან დაკავშირებით. არ ვიცი, დღეს ალბათ დილით ვისაც თომა აქვს რუსულ მედიაზე და არა მარტო რთულია იმ ყველაფრის მოთმენა, ატანა, გააზრება, რა მასშტაბის ზიანს იღებს ქვეყანა ამის გამო, როდესაც აი მაგალითად ცხინვალის მარიონეტული მთავრობის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტომ ზუსტად მაგითო გიგონებით. აი ეს არის მიზეზი, რომ იმის გადატანა არ შეიძლება 4-ში უნდა მორჩეს ეს ყველაფერი. უბედურება რასაც ხდება. ეს არის ერთ ვინც არ იცის რომ მოუყვეთ რომ სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტომ უზარმაზარი განცხადება გამოაქვეყნა იმასთან დაკავშირებით, რომ აი ამდენი წლის მოლოდინი ცხინვალის რომ საქართველოს დანაშაულს აღიარებდა, რომ აი ეს ყველაფერი ძალიან კომპეტენტური დასკვნის წყალობით შედგა ეს ყველაფერი და აწი უკვე შესაბამისი გადაწყვეტილი ნაბიჯები უნდა გადადგას სეპარატისტულმა მთავრობამ, რა თქმა უნდა, რუსების მეშვეობით. ეს ძალიან მძიმეა ეს ყველაფერი, მაგრამ ამავე დროს პოლიტიკური პარტიების მიერ პასუხისმგებლობის აღებაც ამ პროცესზე არის მნიშვნელოვანი. თუმცა პოლიტიკური პარტიები ცალკეული წარმომადგენლების გარდა არ მონაწილეობენ. არის უცნაური სიტუაცია, როგორც მერაბ საფაშვილის დანახვა გამიკვირდა ახლა იქ თქვენს გვერდით, ასევე იქ ბარტონი მურთაზ ზოდელავაა, ხო, რომლის პარტიაც რა პოლიტიკური გაერთიანების აი მოძრაობის წევრია და პარტიულად ნამდვილად არიღებს პასუხისმგებლობას ორგანიზებაზე. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ბევრი წარმომადგენელი იყო ასევე იქ წარმოდგენილი. აი რისი კითხვა მინდა მე არსებობს სტრუქტურულად გამართული ჩამოყალიბებული საკოორდინაციო ჯგუფი, რომელიც ამ ყველაფერს გარდა საზოგადოებასთან კომუნიკაციისა გეგმავს, ფიქრობს, ითვალისწინებს და ასე შემდეგ. კი ბატონო გიორგი, მე გიფასხოთ თქვენ უკვე გითხარით, რომ დარგობრივად ჩვენ ყველგან ყავს ეს, სადაც ეს ჯგუფი ერთად მუშაობს. ეს არ არის რომ თქვა ვიღაცას რამე აზრი მოუვიდა და მოიწანა ჩვენთან. არა. ამაზე ჩვენ ეტაპურად მუშაობთ. მეცაც გეტყვით. ერთხელ გამაცხადე უკვე ეთერში და ძალიან დიდი საჩურის მე რასაც ვიძახი პირველად ეთერში ჯერ სიცილი მოყვება, შემდეგ დუმარება და მე სერიოზულად აღიქვამენ და მე ამის წინააღმდეგობა მიდის. ჩვენ უკვე ვემზადებით იმისთვის, რომ 20-ში იქნება მინისტერიალი ევროკავშირის მინისტერიალი, სადაც უკვე ჩვენი წარმომადგენელი წავა და არ დაგჭირდება აქედან ჯერც მიიწვევენ არავის, მაგრამ ჩვენც ხას მიიწვევენ მიდარწმუნებული ვარ. ეხლა რაც მე დავპირდი ჩვენ ხალხს, რომ მე გავაერთიანებ რაც დავპირდი საზოგადოებას, მე გავაერთიანებ მეთქი ჩვენს ხალხს. პრინციპში დღეს ხო ნახეთ, რომ უკვე გაერთიანდა ყველა პროფესიის ადამიანი. ყველა ის ადამიანები, ვისაც უნდა საქართველოს ის ჩვენ გავაერთიანეთ. რა არის თავარი ჩვენს მოძრაობაში, რომ ჩვენთან პოლიტიკური პარტიები არ მონაწილეობენ. აი ეს პოლიტიკოსები, ვინც არიანად ნაცმოძრაობაში, ლელოში იქნება თუ 4 ნომერი იქნება თუ რა ვიცი, კახარიას პარტია, ყველას ჩვენ ვიგონებით. დაივიწყეთ რო ხართ პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები, მოდით როგორც საქართველოს მოქალაქეები. აი ამიტომაც იყო დღეს მერაბიც, დარჩიაც, თეადარჩიაც და სულ ყველანი და ვაჟა ექიმიც და რა ვიცი ვინ არის მალხაზ მაჩალიკა, ყველანი იყვნენ, ყველას ვერს წარმომადგენენ. იმიტომ რომ ჩვენ ვართ ეროვნული მოძრაობა. იმიტომ ვატარებთ ეროვნულ კრებას. ჩვენ ახლა აქ არც ერთი პარტია არ გვჭირდება და არც არის საჭირო რომ ვინმე აიღოს პასუხისმგებლობა. პასუხისმგებლობას იღებს ეროვნული პირი, ვიღაცა ადამიანი, ვინც ამას მე ვიღებ ჩემ თავზე პასუხისმგებლობას. მეტი რა ვთქვა ტელევიზიით, მე ვიღებ, ლევანმა თქვა, მე ვიღებ. ლევან როგორც საქართველოს მოქალაქე. კიდე რამოდენიმე ვთქვა, რომ მე ვიღებ. ვიღებთ ამას ჩვენ, იმიტომ რომ ასე გაგრძელება არ შეიძლება. ესენი ჩვენ გვუპავენ, ამათო დაგვაკარგეს თითქმის ყველაფერი, რაც კი ქონდა მოპოვებული და ხო ხედავ თავიდან არის ასაწყობი მთელი ქვეყანა. ამიტომაც
ჩვენ ძალიან სწორ გზაზე ვდგავართ, რაც თავარია ეს გრძნობა ის ხო, საქართველოს ეროვნული დროშით დადიხართ სტუდიაში. რა თქმა უნდა, იმიტომ რომ თუ იყო ვარდების მშვიდობიანი რევოლუცია, ეხლა იქნება დროშების მშვიდობიანი რევოლუცია და ყველა გამოვა დროშით იმ დღეს. 4 დეკემბერს იქნება ასობით 1000 დროშა, ტარიანი, მაღალი, აი ესეთი რომ ატაროს ადამიანმა და აი ესეთი დროშებით გამოვალთ. ჩვენ ვერავინ ვერ დაგვიდგება, ხალხის წინააღმდეგ ესენი ვერ წავლენ. როდესაც ესეთი მოთხოვნა იქნება, რომ წადით, თავი დაგვანებეთ თქვენმა რომ მოჭამა. ვეღარ წავლენ. მით უმეტეს რომ პოლიცია ამათ აღარ დაემკვიდრება. და იმ 5000 დედეგეს წარმოადგენლებიდან ვინც არიან იქ. 500-ია მარტო ისეთი, ვინც შეიძლება რომ წამოვიდეს ხალხის წინააღმდეგ. და ეხლა თუ 500-მა კაცმა ჩვენ მოგვიგოთ რაღაცა ის ჩვენ არ გავაბედინებთ მათ არაფრის გაკეთებას. ვერ წაიყვანენ ვერც ერთ ბავშვს ჩვენგან. გაქვთ თუ არა კომუნიკაცია, თუ არის ისეთი შემთხვევები, როდესაც სისტემის შიგნიდან, როგორც მინიმუმ თანაგრძნობა გამოიხატება ამ თქვენი ინიციატივებისა და მოთხოვნების მიმართ და შეიძლება სხვა თვალსაზრისით თანამშრომლობა. პოლიცია გყავთ ხედველობაში? არა მარტო შეიძლება უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები. ძალიან ხშირი ზარებია პოლიციიდან, რომ ჩვენ თქვენთან ერთად ვიქნებით. ძალიან ხშირი ზარები. მე დარწმუნებული ვარ, რომ ეგენი ხელს არ აწევენ. არის რაღაცა კატეგორია პოლიციელების, რომლებიც ალბათ თავის ხელფასის გულისთვის აიღებენ თავზე და მე მგონი ძალიან ინანებენ.